აქ my cars option აღარ არის. home page-ში შეგდეთ ასრჩო აქ მაგალითად tours და მოგდებს მაგალითად გინდა. კიდე რაღაც ფიუჩერები აქვს, მაგრამ ეს თავარი არის, რომ დაკავშირებული არის backend-ით, ანუ აქ რომ მე account-ი შევქმენი და აიმახსოვრა ეგ account-ი, აი მაგით Java 1 სამწუხაროდ Java 1 და შევედი და ანუ შევედი account-ით და უკვე my car-ში მაქვს ეს. იგი შემდეგ დავამატო მანქანა. ლოგავს დავაჭერ. იგი მახსოვს test subject model test account იყო. account-ი ნახტავ თუ ახსოვს. ანუ თუ არ ახსოვს ეგ მე არ გამიკეთებია თორე. ხალხი ხო ქრეონდა. შექმნა ხა test account-ი test subject model ავიდა ასე და შევიდეთ რა უნდა უკვე არის ეს account-ი ეთყობა მაგრამ რატომაც ვერ შევიდი ალბათ იმიტომ პაროლი არასოდეს მომწონს და შექმნილი account-ი ეხლა test 1 ავიდა test 1 ისე შევედი და აქ უკვე cars-ზე გადავამოწმოს სიმართლეს და აქ ყველანაირი მანქანაზე არის. account-ის გარშეც მოგწომა და account-ი არაც. ხოლო my cars-ზე არაფერი არ არის, იმიტომ რომ არ მაქვს მე დავუშვათ ტოკენებით გაკეთებული, არ მაქვს ამაზე წვდომა რა. მაგრამ აქ რო გადავიდე ხა, ანუ მე რო დავამატო მანქანა დავუშვათ შეიძლება რამდენი მანქანა მინდა იმდეს დავამატო, მაგრამ დავუშვათ დავამატე მეორე საყვარელი მანქანა არის Range Rover-ის დავუშვათ აი ეს გამოშვება მეოცება და ის დავუმატეთ. Continue აი ეს Range Rover. და ზმანქანა ეს არა ეს და აქვს რაღაც სტატიკური ფოტოები არა აქვს. კაი სტატიკური ფოტოები არა და იმაში შევარაფია. მანქანების my cars ხوارი აი ხوارი და აქ ხდება რამე და მაგიავტოც ხა სტატიკური ფოტოები მინდა იმიტომ რომ მარტო სუპორტი აქვს დავუშვათ ყველაზე ლამაზი ის არის ხა და title-ი არის audio-ი description-ში ის გადმოწეროთ რომ ვიცა description-ში დავუშვათ ისინი ჩამოვწეროთ. ხა ცოტა მახიჯად გამოწერს, მაგრამ ეგ არაფერი. ანუ თავარია რომ backend-ზე გადის რა, ანუ მაგის დემონსტრაცია ხდება. ხა აქ დანარჩენი არაფრის დანარჩენი ძავატივი ფიქსიანი. და ხა მომთხოვს 5 ფოტოს ავიღოს და 5 ფოტო backend-ზე გადის. ეს პირველი ფოტო main ფოტო უკვე რომ main cover ფოტო იყოს და დანარჩენი 5 არის რომლებიც უნდა დაათვალიერო. ასე და ნუ თავად იგივე ფოტოები რომ დროერ დავყარგოთ ხა. და მაგ ოპშენი აქვს დავამატო კიდე სხვა ფოტოები, მაგრამ თუ დავუშვათ არ ყოფს ხო? აი აღწერა წერია, აგერ დააჭერ მე აღწერა ქვევით არის, აქ მე გადართავ მანქანას. my car-ში არის ეს მანქანა და delete function-იც აქვს. წაიშლება და car-შიც აღარ არის და გაქრა იქ მანქანა რა, ანუ მარტო იმას აქვს რა ქვია account-ის global აქვს delete car option-ი. ანუ სხვა არავის და როცა გამხვა ეგ option-ი აღარ აქვს. როგორც ანუ რომ ქოდეს მაშინ Porsche-ს რომელიც დავამატეთ იმადაც იქნებოდა, ხო? გამხვა და აღარ აქვს option my cars option-ი და რეგისტრაცია ან login-ი გჭირდება home page-ი გაქვს, კი ბატონო და cars-იც იგივეა, ჯერობით home page-ი. და იგივე გავაკეთე. დიახ, არ გასწორდება page-ები. აქ ხა რაღაც ფოტოები არ მოვიდა, თორე სისტემური ხარჯზე იყო სახაც გამოჩნდებოდა. ხა კოდის ის იქნება. კოდში როგორ ხდება ხა ყველაფერი რა.
ანუ შექმენი ორი ფაილი ის ჩვეულებრივ სტანდარტული ჩონჩხი არის ასეთი full stack საიტების სერვერის მხარეს არის middleware, რომელიც აქ ტოკენებს იცავს, ანუ ეკავს ტოკენი არის თუ არა. მარტივად თავდაცვის მექანიზმი არის. ანუ თუ არ არის, მაშინ არა ხდება, რომ არ აქვს რაღაცა წვდომა. მაგალითად, ამ შემთხვევაში ამით ხდება ამ protect function-ით ხდება, რომელიც გამოძახებულია იმ და იმ ადგილებში, სადაც ბევრგან არის საჭირო. ხდება, რომ რაღაცებზე, მაგალითად, my car-ში delay-ზე და იმაზე წვდომა არ უნდა მქონდეს. აგერ არის ავტორიზაციის კოდი, authentication-ის კოდი, უფრო სწორად. აქ უკვე ის არის query-ის, ანუ Postgres-თან არის წვდომა და backend-ს უკავშირდება, იმიტომ რომ სერვერია რეალურად, მანქანების ის არის. ანუ რეალურად ეს ეხლა შვება იმას იძახებს ყველა მანქანას ეს დაუშვათ GitHub Cars არის function-ი, and ეს არის იმის function-ი, რო ქვია. თვითონ მოდელებში გავაკეთე, აი car model-ში არის get all cars function-ი, რომელიც აი ამას შვება. ეს Postgres-ში, რომელიც იცის select everything from cars on order by create the descripting order. Postgres-ის ისა რა. და კლებადობით მანქანებს იმეშვება, იძახებს რა. ეს და იქ მანქანები რო გადაჩვენებია, მაგას აკეთებს რეალურად. ეს რა შვება, ეს my cars, ანუ ყველა მანქანა, რომელიც user ID-ს, რომელიც user ID-ს პატრონი არის, აი ეს user ID იძახებს რა და ეს request-ით ამოდის, ანუ front-end-იდან მოდის ეს. ანუ front-end-ი ეუნება, რომელი user ID-ია, იმიტომ რომ რეალურად ეგრე ხდება, ხო, სხვანაირად არ ხდება. ხო, ეს არის ანუ ნებისმიერი მანქანა ID-ით რო დაძებნო, ისეც რაღაცაში დამჭირდა, ხა არ მასწავლა, მაგრამ იყენება და delete function-ი არის წარმართები, ბევრი რაღაცა არ უნდა. იტაპი delete from cars ID, რომელზეც იმას შვები რა. front-end-დან რა ID-ზე ვაჭე, მაგრამ request ID-ც საჭირო არის. და protect-იც აქვს, აგერ ეხა ამათაც აქვს. get ID-ს არ აქვს, მაგრამ protect-ი საჭირო, იმიტომ რომ delete-ი მარტო global შეუძლია, ხო? car post-ით შექმნას აგერ არის ეს ყველაფერი ემშვება backend-ში Postgres ეხება. favorites function-ი ბოლომდე არ დამწერია. ანუ beta version-ია. საიტი ანუ under development-ში არის რა. და ეხა ეს database-ის თვითონ ისაა რა. ანუ ამით ყოშდები front-end-ი ასე რაღაცები მოკლედ Axios-ი თითოს შვება იმას რაღაც ის არის framework-ის ავთარი front-end-ში ხა ყველაფერი state-ებით არის გაკეთებული რაღაცები, მაგრამ add car-ში მოკლედ title, description რაღაც არის თავიდან null state-ში რა თქმა უნდა. შემდეგ იცვლება და რაღაცები განმავლობაში იცვლება ეს ფაქტიურად აქ თითო იმაზე ძრავს აწყობ რა. state-ების ცვლილებას აჰენდლერებ და ეგ არის რა. და აქ submit-ზე tokens იღებ, იმიტომ რომ ტოკენი უნდა დაჩეკო. აუცილებლად გაქვთ თუ არა უფლება და შემდეგ თუ აქ ამოწვევ ხუთივე ფოტო დამატებული არის თუ არა ეს სისულელეებია, რა თქმა უნდა ძალიან მარტივია, მაგრამ სად ხდება ისა თავარი რომ request აგზავნი რა. მე CSS-ებია, car list-იც არის, აგერ car list-ზე ეს თითო კომპონენტ ეს page-ია და page-ები არის რეალურად home page-ი, login-ი და რაღაცეები, ძირითადად სტატიკური ფაზა აქვს ამათ.
დიდია ვერაფერი თვლება. ხო, კომპონენტში, მანქანის კომპონენტში, რა თქმა უნდა, ეხლა აქ იასნად შემოვა თვითონ მანქანა, რაც ინახავს ID-ს და რაღაცებს. show delete true და false აქვს იმ შემთხვევაში, ანუ რეალურად მე აქ კომპონენტში რა აქ რასაც ვიძახებ რეალურად my car-ში რო გადავიდოდ წეგან, ანუ იქაც იგივეს ვიძახებ, მაგრამ იქ პატარა CSS იცვლება და show deleted true ანუ ბინარული ის მაქვს ანუ რაღაც setting ანუ ბინარული თვისება მაქვს, რომ თუ ტოკენი true word რა ქვია my car-ში, ანუ მაშინ აჩვენოს delete function-ი და ეს კიდე ცალკე ან default false არის, მაგრამ სადღაც შეიძლება აქვე არ ვიცი ხდება true. კოდი აღარ მაქვს, მაგრამ აი ესა კოდი რა. CSS-ები არ მოინტერესებს, რა თქმა უნდა. საიტი მგონი თავი და ბოლომდე დავტესტე, მე მეტი არ მახსოვს ამას რომ რაღაცა გავუკეთე და favorite function-ი ბოლომდე არ მაგაკეთებული, მაგრამ შემდეგზეც ვაპირებდი რომ ფავორიტების option-ი ქონოდა და accounts და შეხვიდოდა ფავორიტზე არჩეული იმეების მანქანებს ამოგიდევდა. რა მთავარი ის არის რომ გამოჩნდა ჩემი უნარები Postgres-თან მუშაობს და საერთოდ უკანა ფონის აპლიკაციების წინა ფონი ანუ full stack სკილები და რა ვიცი. ასევე Mongo database-ის სხვა საიტიც გაკეთებული აქვს, მაგრამ ის იმდენად მარტივი არის, რომ უბრალოდ middleware function-ები არ ვიცოდი კარგად როგორ კეთდებოდა და ეგენი ვისწავლე Mongo database-ებთან და აქაც ჩანს ეგ რო ვიცი. იმიტომ რომ უამრავი ის არის error handling-ი და რაღაცეები და აი მაგალითად ესენი და იდე ანუ request response-ები რა რაც ხდება ზოგადად რა. ნუ მარტო JavaScript-ი და აქ გამოყენებული არის React-ი, JavaScript-ი და Postgres-ი მეტი და ჩვენ რაღაც ისას ტოკენების encrypt-ები რაც GPT მითხრა რომ ეგენი გამოიყენე რაღაც კლოზე კლასიკური რაღაცეები.